ჩაგოსის კუნძული განხეთქილების ვაშლი ამერიკასა და ბრიტანეთს შორის. რატომ გაუნაწყენდა პოლონეთი ვოლოდიმირ ზელენსკის, ფრიდრიხ მერცის პოლიტიკური მარცხი. პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ჩვენს ისტორიული მოვლენების რუბრიკაში გავიხსენებთ სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. დღე არ გავა, რომ ტრამპის რომელიმე გადაწყვეტილება მან გამოთქმამ პოლიტიკოსები არ გააოცოს, ან არ გააღიზიანოს. პრესაში გაჟღერდა, რომ ამერიკის პრეზიდენტს ინდოეთის ოკეანეში მდებარე ჩაგოსის კუნძულების შესყიდვა სურს. ჩაგოსი 7 ატოლისგან შემდგარი არქიპელაგია ინდოეთის ოკეანეში. მალდივის კუნძულებიდან სამხრეთით 500 კილომეტრის მანძილზე. ჩაგოსი ყოველთვის მავრიკის კუნძულოვანი სახელმწიფოს ნაწილი იყო. მე-19 საუკუნეში მავრიკი ჩაგოსთან ერთად ბრიტანეთის კოლონია გახდა. 1968 წელს მავრიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩაგოსის კუნძულები ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ დარჩა. 1966-73 წლებში კუნძულებიდან ადგილობრივი მოსახლეობა გაასახლეს და არქიპელაგის უდიდეს კუნძულზე, დიეგო გარსიაზე, ამერიკისა და ბრიტანეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზა განალაგეს, რომელსაც ორივე ქვეყანა დღესაც ერთობლივად მართავს. ბაზა შეუძლია საზღვაო ძალების ყველა კლასის სამხედრო ხომალდის მიღება და ტექნიკური მომსახურება. ასევე დიეგო გარსიაზე განთავსებულია ამერიკის სტრატეგიული ავიაცია. სწორედ აქედან აფრენილი სამხედრო თვითმფრინავები მონაწილეობს ოპერაციაში ირანის წინააღმდეგ. რის საპასუხოდ ირანმა რაკეტები გაუშვა დიეგო გარსიას გასანადგურებლად, მაგრამ რაკეტებმა მიზანს ვერ მიაღწია. მანამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ამერიკის სამხედრო ძალებს ირანის წინააღმდეგ ამ ბაზის გამოყენება შეუზღუდა, თუმცა დიდი ზეწოლის შემდეგ სტარმერმა უკან დაიხია. მავრიკი უკვე კარგახანია ჩაგოს კუნძულების მის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს. 2024 წელს მავრიკიმ და ბრიტანეთმა თითქოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, ბრიტანეთი არქიპელაგის მავრიკის მფლობელობაში გადაცემას დათანხმდა, მაგრამ იმ პირობით, რომ სამხედრო კუნძულ დიეგო გარსიაზე მდებარე სამხედრო ბაზა ბრიტანეთის მუდმივ მფლობელობაში უნდა დარჩენილიყო. თუმცა ბაზის ექსპლუატაციისთვის ბრიტანეთი მავრიკს წლიურ ქირას გადაუხდიდა. ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა და პრემიერ-მინისტრ სტარმერზე პოლიტიკური ზეწოლა განახორციელა. ბოლოს სტარმერი დანებდა და ჩაგოსის კუნძულების მავრიკისთვის გადაცემა დროებით შეაჩერა. რადგან ამერიკისთვის ჩაგოსი სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია და რადგან ტრამპი ბრიტანეთის პრემიერს არ ენდობა, მან ასეთი სადავო გადაწყვეტილება მიიღო. შეისყიდოს კუნძული. ამ ამბავმა ლონდონშიც და მავრიკიშიც დიდი აღშფოთება გამოიწვია. მავრიკის მთავრობამ განაცხადა, რომ ჩაგოსი არ არის უბრალოდ უძრავი ქონება. ის მავრიკის ისტორიული ნაწილია და მის ყიდვა-გაყიდვაზე ლაპარაკი მიუღებელია. ბრიტანეთის მთავრობა ტრამპზე განაწყენდა, რადგან მან სტარმერი საქმის კურსში არ ჩააყენა. ახლა ამერიკის მთავრობა ცდილობს ბრიტანეთს განუმარტოს თუ რატომ მოქმედებს ასე აგრესიულად. მათი აზრით, მავრიკი ძალიან დაუახლოვდა ჩინეთს, რაც დიდად აწუხებს ტრამპის ადმინისტრაციას. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკა არ დაუშვებს, რომ დიეგო გარსიაზე ჩინეთის სამხედრო ძალები განლაგდეს. გასათვალისწინებელია ინდოეთის ფაქტორიც. ნიუ-დელი ინდოეთის ოკეანეში ძალთა ბალანსითაა დაინტერესებული და მავრიკისთან კავშირის გამყარებას ცდილობს, სადაც დიდი ინდური დიასპორა ცხოვრობს. ის ცდილობს დასავლეთ ინდოეთის ოკეანეში ჩინეთის გავლენა შეზღუდოს.
ინდოეთის მთავრობას ჯერ არაფერი უთქვამს დაზუსტებით ამ საკითხზე, მაგრამ ერთი რამ ცხადზე უცხადესია. არც ნიუ-დელი არ დაუშვებს ამ კუნძულზე ჩინეთის სამხედრო ბაზის განთავსებას. უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობა ღრმა კრიზისის ზღვარზეა, რომლის სიმბოლო პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის მიერ ინიცირებული პროცესია. ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო თეთრი არწივის ორდენი ჩამოერთმევა. სკანდალის მიზეზი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გახდა ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფისთვის უკრაინის მეამბოხე არმიის უპას სახელის მინიჭების შესახებ. უკრაინაში ეს ორგანიზაცია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ აღიქმება, თუმცა პოლონეთში მისი შეფასება სხვაგვარია. ვარშავა უკრაინის მეამბოხე არმიას მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ვოლინის ტრაგედიას უკავშირებს, რომლის დროსაც პოლონური მხარის მონაცემებით 10,000 ეთნიკური პოლონელი დაიღუპა, რაც იმის მკაფიო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ისტორიულმა მეხსიერებამ გავლენა იქონიოს თანამედროვე გეოპოლიტიკაზე. ზოგადად ისტორიულ მოვლენებს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ ხოლმე. ის რაც ზოგისთვის გამარჯვებასა და სიხარულს ნიშნავს, სხვებისთვის მარცხი და ტკივილია. 1943-45 წლებში უკრაინის ისტორიულ მხარე ვოლინში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენათა მიმართ პოლონეთისა და უკრაინის განწყობა რადიკალურად განსხვავებულია. მაშინ უპას მებრძოლებმა ვოლინში პოლონელ ხალხს ფაქტობრივი გენოციდი მოუწყეს. მეორე მხრივ უპა საბჭოთა კავშირს ებრძოდა და ამიტომ უკრაინაში ვოლინში მომხდარს ნაკლებად ტრაგიკულად მიიჩნევენ. პოლონეთისთვის კი ეს ფაქტი დღემდე უდიდესი ტრაგედიაა. ზელენსკის გადაწყვეტილება პოლონეთში ძალიან ცუდად მიიღეს. უკრაინის მხარდამჭერებმაც კი გააკრიტიკეს ზელენსკი. პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ზელენსკის გადაწყვეტილებამ პოლონელების გრძნობები შეურაცხყო და რომ უკრაინელმა მეგობრებმა უნდა აღიარონ უპას ბნელი მემკვიდრეობა. პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, რომელმაც 2 წლის წინ უკრაინის პრეზიდენტს ჯილდო გადასცა, განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი არწივის ორდენი სხვა დროს და სხვა პირობებში მიიღო. ახლა ყველაფერი შეიცვალა, ისევე როგორც ზელენსკის მეგობრობა მისი არამეგობრულ საქციელით დამთავრდა. პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა ლეხ ვალენსამ საჯაროდ მოიხსნა უკრაინის დროშის სამკერდე ნიშანი და კიევი ბანდიტების თაყვანისცემაში დაადანაშაულა. უკრაინაში პოლონეთის ყოფილმა ელჩმა ბარტოს ჩიხოცკიმ პროტესტის ნიშნად უკრაინას ღირსების ორდენი დაუბრუნა. პოლონელ დიპლომატს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯილდო ორმხრივი ურთიერთობის გამყარებისთვის გადასცა. პრეზიდენტ ნავროცკის კრიტიკოსები კი აღნიშნავენ, რომ ბენიტო მუსოლინი და ვლადიმერ პუტინის მეგობარი გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შროდერი ისევ თეთრი არწივის ორდენის მფლობელები არიან და პოლონეთში მათთვის ამ ორდენების ჩამორთმევა არავის არ მოსვლია აზრად. მათი წარმოდგენით ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ორდენის ჩამორთმევა სულ მცირე იმაზე მეტყველებს, რომ პოლონეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების თვალსაზრისით არათანმიმდევრულია. ბევრი აღნიშნავს, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ეს ქმედება მხოლოდ ისტორიულ და კონკრეტულ საკითხს არ უკავშირდება. ის პოლონეთსა და მთლიანად ევროპაში უფრო ფართო პოლიტიკურ ტენდენციას ასახავს. ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან გადაიღალა უკრაინის ომით, რომელიც მათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტვირთად აწევს. ამიტომ ისინი ამ ბოლო ხანს უკრაინას კრიტიკული თვალით უყურებენ. რეიტინგზე გაფაციცებულ პოლიტიკოსებს კი მოსახლეობის მაჯაზე უჭირავთ ხელი. ახლა უკრაინის ხელისუფლება ცდილობს სკანდალი როგორმე ჩააქროს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ
სოციალურ ქსელში პოლონეთის ხელისუფლებას მოუწოდა შეწყვიტოს დაძაბულობის ესკალაცია და დიალოგისა და ურთიერთობის გამტკიცების რეჟიმს დაუბრუნდეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილ ბუდანოვი პოლონეთის თავდაცვის მინისტრს ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშს შეხვდა. ბუდანოვი ცდილობდა მინისტრი დაერწმუნებინა, რომ ზელენსკის არავითარი ცუდი განზრახვა პოლონეთის მიმართ არ ქონია. გახარებულმა მოსკოვმა აგორებულ სკანდალზე მწვავე კომენტარი გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტის პრეზმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მასმედიას ასე განუცხადა: შესანიშნავია, რომ მათ ეს შენიშნეს. შესანიშნავია, რომ ასეთი პოზიცია დაიკავეს. ბოლოს და ბოლოს ამ გმირად გამოცხადებულმა ნაცისტებმა პოლონელები დახოცეს და 10,000-ობით, თუ არა 100,000-ობით ებრაელი მოკლეს. აბსოლუტური სისხლის მსმელი ჯალათები. პოლონეთი კი უკრაინას ეხმარება. გერმანიამ ისტორიაში პირველად ვერ მოახერხა გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის ადგილის მოპოვება. შეგახსენებთ, გაეროს უშიშროების საბჭო 15 წევრისგან შედგება. აქედან 5 ქვეყანა: ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი და ბრიტანეთი მუდმივი წევრია, ვეტოს უფლებით. დანარჩენი კი არამუდმივი. გენერალური ასამბლეა მათ ყოველ მეორე წელს ირჩევს. 10 არამუდმივი წევრის ადგილები რეგიონული პრინციპით ნაწილდება. აფრიკას 3 ადგილი აქვს, აზიას 2, დასავლეთ ევროპას 2 და ასე შემდეგ. გერმანიის გაერთიანების შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭოში ის ადგილის მოპოვებას 8 წელიწადში ერთხელ ცდილობს და ამას ყოველთვის წარმატებით ახერხებს. გერმანია გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად 6-ჯერ აირჩიეს, ბოლოს 2019-20 წლებში. ამჯერად გაეროს არამუდმივი წევრის ადგილის მოსაპოვებლად ხმების 2/3, ანუ 127 ხმა იყო საჭირო. დასავლეთ ევროპის რეგიონული ჯგუფის 2 ადგილისთვის 3 ქვეყანა იბრძოდა. კენჭისყრა ფარული იყო და უცნობია, ვინ დაუჭირა მხარი გერმანიას და ვინ არა, მაგრამ ხმები ასე განაწილდა. პორტუგალიამ 134 ხმა მიიღო, ავსტრიამ 121, გერმანიამ კი 104. შესაბამისად, პორტუგალიამ და ავსტრიამ მიიღო ადგილები. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვადეფული, რომელიც პირადად ლობირებდა გერმანიისთვის გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილის მოპოვებას, კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე ნიუ-იორკში ჩავიდა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდა, რათა დაერწმუნებინა ისინი გერმანიის კანდიდატურისთვის მხარი დაეჭირა, თუმცა მისი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. იმ არგუმენტმა, რომ უშიშროების საბჭოს ერთდროულად 2 პატარა სახელმწიფო არ სჭირდება და რომ გერმანია გაეროს უმსხვილესი დონორია, ვერ გაჭრა. ამ მარცხმა გერმანიაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა, რასაც გერმანიის მასმედიამ კორდობას სირცხვილის გამეორება უწოდა. შეგახსენებთ, 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ესპანეთში ჩატარდა, რომლის დროს ქალაქ კორდობაში ჩემპიონატის ფავორიტი გერმანია აუთსაიდერ ავსტრიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 3-2 დამარცხდა. ის დღე დასავლეთ გერმანიისთვის ეროვნული გლოვის დღედ იქცა. ხო და ახლა პრესამ ამ მარცხს კორდობას სირცხვილი უწოდა. რაც გერმანული პრესის თქმით, საერთაშორისო არენაზე ქვეყნისა და მისი კანცლერის პრესტიჟის დაკარგვას ნიშნავს. ეკონომიკურ და საშინაო სფეროებში მთავრობის წარუმატებლობის ფონზე ბუნდესკანცლერმა მერცმა ფსონი საერთაშორისო პოლიტიკაზე დადო და წააგო. სწორედ ახლა, როცა გერმანია ევროპასა და მთელ მსოფლიოში ლიდერობის მოპოვებას ცდილობს, ბერლინი ადგილს კარგავს გაეროში. საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა თავისი მთავრობის წარუმატებლობა სადა სხვებისთვის დაებრალებინა. მისი აზრით,
ბევრ ქვეყანას არ მოსწონს გერმანიის პრო-ისრაელური და პრო-უკრაინული პოლიტიკა. ამიტომ არ დაუჭირეს მათ გერმანიას მხარი. ასევე მინისტრმა რუსეთი ანტიგერმანული კამპანიის აგორებაში დაადანაშაულა, თუმცა თვით გერმანიაში პოლიტიკოსებიც და მოსახლეობაც წარუმატებლობას ბუნდესკანცლერსა და მის მთავრობას აბრალებს. მათი აზრით, კანცლერი არათანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკას ატარებს. თავისი არადიპლომატიური გამოთქმებით კანცლერმა ტრამპი გაანაწყენა. მას უთანხმოება აქვს ასევე საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან და ესპანეთის პრემიერ-მინისტრ სანჩესთანაც. გერმანიის მთავრობა გაეროს უშიშროების საბჭოში არამუდმივი წევრის ადგილის მოპოვების დაგვიანებული მცდელობის გამოც გააკრიტიკეს. გერმანიის კონკურენტებმა ავსტრიამ და პორტუგალიამ 2027-28 წლების ევროპული ადგილებისთვის თავიანთი კანდიდატურები 2011 და 13 წლებში წარადგინეს. გერმანიამ კი მხოლოდ 2020 წელს. თუმცა გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილის მოპოვება გერმანიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი იყო კანცლერ ოლაფ შოლცის და მისი მემკვიდრის ფრიდრიხ მერცის მმართველობის დროს. ბერლინი დიდი ხნის განმავლობაში დარწმუნებული იყო გამარჯვებაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურ ასამბლეას გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ჩაუდგა სათავეში. ახლა კი, როცა არჩევნები ახლოვდება, გერმანია არასასიამოვნო რეალობის წინაშე დადგა. ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტია დედამიწის ზურგზე. მსოფლიო ჩემპიონატები ფეხბურთში საყოველთაო ზეიმად არის ქცეული, რომელსაც 4 მილიარდამდე ადამიანი უყურებს ხოლმე. შესაბამისად, ფეხბურთთან დაკავშირებული ფინანსური სარგებელი გიგანტურია. მაგალითად, წინა მსოფლიო ჩემპიონატიდან მიღებულმა მოგებამ 8 მილიარდ დოლარს მიაღწია. ახლა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი გავიხსენოთ ფეხბურთის ისტორიიდან. თანამედროვე ფეხბურთის სამშობლო ინგლისია. ფეხბურთის ისტორიაში პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1872 წელს ქალაქ გლაზგოში, შოტლანდიისა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართა. პირველი საერთაშორისო ტურნირი კი 1884 წელს. ფეხბურთის პოპულარობა მე-19 საუკუნის მიწურულს იმატა და სპორტის შესახება ოლიმპიურ თამაშებში შევიდა. 1904 წელს ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია FIFA დაარსდა. 1921 წელს FIFA-ს პრეზიდენტად ფრანგი ჟიულ რიმე აირჩიეს, რომელმაც საკუთარი თავი იმით უკდავყო, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იდეას შეასხა ხორცი. 1928 წლის 26 მაისს ამსტერდამში FIFA-ს კონგრესმა ფეხბურთში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო და ზუსტად 1 წლის შემდეგ ტურნირის მასპინძლად ურუგვაი გამოაცხადა, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი საფეხბურთო ქვეყანა იყო მაშინ. ურუგვაის ნაკრებმა ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები. ურუგვაიმ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდების მგზავრობა და სასტუმროში განთავსება დაფინანსება, ასევე დედაქალაქ მონტევიდეოში ახალი სტადიონის აშენება შესთავაზა FIFA-ს, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. იმ დროს კაცობრიობა ჯერ კიდევ არ იყო გამოსული პირველი მსოფლიო ომისა და დიდი დეპრესიის მძიმე პერიოდიდან. ამიტომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ბრიტანეთმა საერთოდ არ აღიარა სპორტული ასპარეზობის ასეთი ფორმატი და ურუგვაის მუნდიალი მხოლოდ 13 გუნდის ამარა დარჩა. 7 სამხრეთ ამერიკიდან ურუგვაი, არგენტინა, ბრაზილია, ჩილე, პარაგვაი, პერუ და ბოლივია. 4 ევროპიდან ბელგია, საფრანგეთი, რუმინეთი და იუგოსლავია და 2 ჩრდილოეთ ამერიკიდან შეერთებული შტატები და მექსიკა. მაშინ ევროპიდან ლათინურ ამერიკაში ფრენები არ იყო და FIFA-ს პრეზიდენტი ჟიულ რიმე
ევროპის ნაკრებთან ერთად გემით გაემგზავრა ოკეანგაღმა. მოგზაურობამ 2 კვირაზე მეთხანს გასტანა. ფეხბურთელები გემბანზე ვარჯიშობდნენ. ჩემპიონატის ყველა მატჩი 1930 წლის 13-დან 30 ივლისამდე მონტევიდეოს 3 სტადიონზე გაიმართა. ეს იყო ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში, რომელსაც წინ შესარჩევის საკვალიფიკაციო ეტაპი არ უძღოდა. ჩემპიონატი საფრანგეთისა და მექსიკის ნაკრებთა შეხვედრით გაიხსნა. პირველი გოლის ავტორი ფრანგი ლუსიენ როლანი გახდა, რომელმაც მექსიკის ნაკრების მეკარეს ბონფილიოს გაუტანა ის გოლი. მაშინ ფეხბურთის წესები ახლანდელივით კომპლექსური და დახვეწილი არ იყო, რამაც არაერთი კურიოზი გამოიწვია. მაგალითად, ურუგვაის ნაკრებს ხეიბარი მოთამაშე ჰექტორ კასტრო ხავდა. მან ბავშვობაში ხელი დაიზიანა და ხელის მტევნის უქონლობის გამო ბურთს ხელით ვერ აწვდიდა. არ არსებობდა თამაშის დროს მოთამაშეების შეცვლის წესი. თუ ფეხბურთელი ტრამვას მიიღებდა, თამაში უნდა გაეგრძელებინა, ან გუნდს არასრული შემადგენლობით უნდა ეთამაშა. ასეთი რამ მოხდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და არგენტინის მატჩზე. შტატების გუნდის ნახევარმცველმა მაიკლ ტრეისიმ თამაშის მიწურულს ფეხი მოიტეხა და ბოლო 15 წუთი ასეთ მდგომარეობაში ითამაშა. არ არსებობდა ყვითელი და წითელი ბარათები და უხეში თამაშისთვის არავინ არ ისჯებოდა. პერუს გუნდი იმდენად უხეშად თამაშობდა, გეგონებოდა ფეხბურთს კი არა, რაგბის თამაშობენო. სწორედ მაშინ დაფიქსირდა ფეხბურთის ისტორიაში პირველად თამაშიდან სპორტსმენის გაძევება. ეს იყო პლასიდო გალინდო, რომელიც რუმინეთის ნაკრებთან უხეშობისთვის დასაჯეს. რუმინეთის შემდეგ პერუ ურუგვაის ნაკრებს უნდა შეხვედროდა და პერუელთა უხეში თამაშის გამო ურუგვაელმა ფეხბურთელებმა უარი თქვეს თამაშზე. მათი მატჩის წინ ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტები პერუელი მოთამაშეების გასახდელში შევიდნენ და ფეხბურთელებს თავაზიანად სთხოვეს უხეშად არ ეთამაშათ. თხოვნამ გაჭრა და შემდეგი მატჩები ტრამვების გარეშე დასრულდა. ჩემპიონატზე ამერიკელმა ბრეტ ჰეიტნოლდმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ჰეტ-ტრიკი შეასრულა. მან პარაგვაის ნაკრებს 3 გოლი გაუტანა. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი არგენტინელი გილიერმო სტაბილე გახდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ურუგვაელი ხოსე ნასასი დაასახელეს. როგორც ცნობილია, ივლისში სამხრეთ ნახევარსფეროში, ზამთარია და მონტევიდეოში ერთ-ერთი მატჩის დროს თოვლი წამოვიდა. ევროპელები თვალებს არ უჯერებდნენ. ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ურუგვაისა და არგენტინის ნაკრები დაუპირისპირდა. ფინალური მატჩის მთავარ მსაჯად ბელგიელი ჯონ ლანგენუსი დაინიშნა, რადგან ის ერთადერთი მსაჯი აღმოჩნდა, ვინც ფინალის მსაჯობას დათანხმდა. დანარჩენები ფინალის გამო დედაქალაქში შესაძლო ნებათა ხელვას შეუშინდნენ და მატჩის მსაჯობაზე უარი განაცხადეს. ლანგენუსმა მსაჯობისთვის ორგანიზატორებს პირობები წაუყენა. ის დიდფულად ანაზღაურებას თამაშის შემდეგ პირად დაცვასა და ურუგვაიდან ჩქარ გამგზავრებას ითხოვდა. ორგანიზატორებმა ეს მოთხოვნები დააკმაყოფილეს. მოგვიანებით გაირკვა, მათ შორის შემთხვევით აღმოჩნდა სტადიონისკენ მიმავალი ბელგიელი არბიტრი ჯონ ლანგენუსი, რომელიც ფინალური მატჩის მთავარი მსაჯი იყო. სიმართლის გარკვევას დრო დასჭირდა და ბელგიელმა არბიტრმა ძლივს მიუსწრო ფინალურ თამაშს. საინტერესოა, რომ ფინალური მატჩის დაწყების წინ ორივე ნაკრებს საკუთარი ბურთით თამაში სურდა. ბოლო შეთანხმდნენ, რომ ერთ ტაიმს არგენტინის ნაკრების, ხოლო მეორე ნახევარს ურუგვაის ნაკრების ბურთით ითამაშებდნენ. უცნაურია, მაგრამ როცა საკუთარი ბურთით თამაშობდნენ, არგენტინელები იგებდნენ და როცა ჯერი ურუგვაელებზე მიდგა, მათ თავიანთი ბურთით მართლა შეცვალეს მატჩის მსვლელობა. 3 გოლი გაიტანეს და მსოფლიოს პირველი ჩემპიონები გახდნენ. ჩემპიონებს თასი გადაეცათ, რომელიც ჟიულ რიმემ
თავისი ფულით ფრანგ ოქრომჭედელს ანრი ლაფლორს შეუკვეთა. გამარჯვების დღესასწაული მონტევიდეოს ქუჩებში რამდენიმე დღეს გაგრძელდა. 31 ივლისი ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულებით ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. არგენტინაში კი მარცხის გამო გლოვაც იყო და აგრესიაც. ასობით გამწარებულმა კომაგმა ურუგვაის საელჩოს აღებას სცადა, მაგრამ არგენტინის მთავრობამ ქუჩაში ჯარი და პოლიცია გამოიყვანა. რაც შეეხება ფინანსურ და საორგანიზაციო საკითხებს, აქ ყველაფერი კარგად წავიდა. ტურნირს 9 მილიონზე მეტი მაყურებელი დაესწრო და ბილეთების გაყიდვით შემოსულმა მოგებამ $255,000 შეადგინა, რაც მაშინ ძალიან დიდი ფული იყო. მნიშვნელოვანი ნაწილი FIFA-ს, ნაწილი კი მასპინძელ ქვეყანას დარჩა. მოგვიანებით ურუგვაის მთავრობამ ჩემპიონატის უკვდავ საყოფად საფოსტო მარკა გამოუშვა და ამითაც დიდი ფული გააკეთა. ჟიულ რიმეს ექსპერიმენტმა მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა. ჩემპიონატის წარმატების შემდეგ ყველგან მასობრივად დაიწყო სპორტის სხვა სახეობათა მსოფლიო ასოციაციების ჩამოყალიბება და თითოეულმა მათგანმა საკუთარი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება დაიწყო. დღეს სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის, მე ნუგზარ უხაზა ვარ და მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.